ლარის დევალვაციამ საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედი ბანკებთან ურთიერთობისას პრობლემების ახალი ტალღის წინაშე დააყენა. რა მექანიზმებს თავაზობს კანონი მომხმარებელს და რას უნდა მიექცეს ყურადღება, როდესაც ბანკი არსებულ სესხზე პროცენტს ზრდის. ეკონომეტრის სტუმარია ლაშა გზირიშვილი, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი. ბატონ ლაშა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ ლაშა, გამოიკვეთა თუ არა სპეციფიური ტიპის პრობლემები კრედიტორ ორგანიზაციებსა და მსესხებლებს შორის მას შემდეგ, რაც ლარმა სწრაფი ტემპით დაიწყო გაუფასურება. ბოლო პერიოდში რაიმე სპეციფიური ტიპის პრეტენზიების ზრდას ადგილი არ ქონია. ჩვენ ვიღებთ იგივე ტიპის პრეტენზიებს, რასაც აქამდე კომერციული ბანკებიც. ბუნებრივია, ლარის დევალვაციის გამო შედარებით მეტი ადამიანი დადგა იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ ვერ გადაიხადონ ის სესხები, რომელიც დოლარში აქვთ აღებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როგორც ბანკები გვაქვს ინფორმაციას, მიმართვიანობა ამ მიმართულებით შედარებით გაზრდილია. თუმცა ეს არ არის შინაარსობრივად პრეტენზია, ეს არის უბრალოდ მომხმარებლის თხოვნა ბანკებისადმი, რომ მათ მოახდინონ სესხის რესტრუქტურიზაცია ან სხვა ტიპის შეღავათის გაწევა იმისთვის, რომ მომხმარებელს მიეცეს საშუალება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაფაროს სესხი. გასაგებია, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით დოლარში აღებული სესხი გაძვირდა. ამას ემატება რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რაც უკვე ლარში აღებულ სესხებს ეხება. როცა რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, მასზე მიბმული სესხების პროცენტიც იზრდება, მაგრამ როგორ უნდა გაარკვიოს მომხმარებელმა, რომ მისი სესხი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე? როდესაც სესხის გაცემა ხდება, პირობები ბანკსა და მომხმარებელს შორის წინასწარ არის შეთანხმებული. შესაბამისად, მომხმარებელს წინასწარ აქვს ინფორმაცია, სესხი მცურავ განაკვეთიანია, ანუ ის მიბმულია რაიმე ტიპის ინდექსზე, ამ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთზე, თუ საპროცენტო განაკვეთი არის ფიქსირებული. ეს ინფორმაცია მომხმარებელს რა თქმა უნდა წინასწარვე აქვს. ანუ ხელშეკრულებაში ეს ყველაფერი გაწერილი. რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით არის დარეგულირებული. გასაგებია, ბანკი გაზრდილ განაკვეთს ითვლის სპეციალური ფორმულით, რომელიც კლიენტისთვის ცნობილი არ არის. თუ კლიენტი არ ეთანხმება ახალ დარიცხულ თანხას, როგორ უნდა დაიცვას თავი? თქვენი სამსახური ეხმარება თუ არა გარკვიოს, რამდენად სწორად არიცხავენ განაკვეთს? ზოგადად საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის მეთოდოლოგიას ასევე განსაზღვრავს ხელშეკრულება. შესაბამისად, ის წინასწარვე არის ასევე ცნობილი მომხმარებლისთვის. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებს, როგორც წესი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ან შემცირება ასახვას პოვებს ხელშეკრულების მიხედვით მყისიერად, ანუ თუ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი, იმავე დღეს ან მომდევნო დღიდანვე მომხმარებელსაც გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი. ამ შემთხვევაში დათვლის მეთოდოლოგია ბუნებრივია რჩება იგივე. კომერციულ ბანკებს აქვთ თავიანთ ვებგვერდებზე შესაბამისი კალკულატორები. კალკულატორი არის ასევე ეროვნული ბანკის საიტზეც და მომხმარებელს შეუძლია რომ გადაამოწმოს, შეიტანოს შესაბამისი პარამეტრები ამ კალკულატორში და გამოითვალოს, რამდენად სწორად არის დარიცხული პროცენტი. ნებისმიერ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ პროცენტი არის გამოანგარიშებული არასწორად, დარიცხული პროცენტი ყოველთვის შეუძლია რომ მიმართოს როგორც კომერციულ ბანკს და დაათულებინოს კონკრეტულად როგორ აისახა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მის ყოველთვიურ შენატანზე, შეუძლია ასევე მიმართოს ეროვნული ბანკის ხელხასაც ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ვიტყვი რომ მომხმარებლებს შეუძლიათ დავიკავშირდნენ ნომერზე 2-464-406 და ჩვენ დავეხმარებით მათ რომ დათვალონ ყოველთვიური შენატანი. პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ყოველთვის პროცენტის დარიცხვა ხდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თუ არის რაიმე სახის გამონაკლისი, ეს როგორც წესი არის ხოლმე ტექნიკური ხარვეზი და მარტივად მოგვარებადია კომერციულ ბანკთან კომუნიკაციის შედეგად. ბატონ ლაშა, ანუ ვისაც აღნიშნული ცვლილება შეეხო, იმ პირებს გაეზარდათ პროცენტი? რა თქმა უნდა. გასაგებია, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც არის დოლარში გაცემული სესხები, რაც კურსის ცვლილების შემთხვევაში ძვირდება, მაგრამ ბანკის კლიენტები ამბობენ, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ არჩევანი ლარსა და დოლარში ასაღებ სესხთან დაკავშირებით. ესეც ხომ მომხმარებლის უფლების დარღვევა, როცა ის შეზღუდული აიღოს სესხი საკუთარ ეროვნულ ვალუტაში. რას აკეთებს თქვენი სამსახური ამ კუთხით? ზოგადად ნებისმიერი მომსახურების, მათ შორის სესხით სარგებლობის პირობებიც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ბანკსა და მომხმარებელს შეთანხმების საგანია. საპროცენტო განაკვეთი, ხანგრძლივობა, ანუ ვადა, იგივე ვალუტა უნდა შეთანხმდეს წინასწარ. თუ გადავხედავთ ბოლო ტენდენციებს, ეგრეთ წოდებული დოლარიზაციის წილი, ანუ საერთო საკრედიტო პორტფელში დოლარის სესხების წილი წლიდან წლამდე მცირდება.
და ბანკები უფრო აქტიურად გასცემენ ლარში სესხებს. შესაბამისად, სახეზეა ტენდენცია, როდესაც მომხმარებელს შეუძლია უფრო აქტიურად ისარგებლოს ლარის სესხით. ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზოგადად სავალუტო რისკი და მომხმარებელი არ დადგეს იმ საშიშროების წინაშე, რომ ვალუტის ცვლილებიდან გამომდინარე მას გაეზადოს ყოველთვიური შენატანი, საუკეთესო რჩევაა მომხმარებელმა ისარგებლოს სესხით იმ ვალუტაში, რომელშიც აქვს შემოსავალი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. თებერვალში ეროვნულმა ბანკმა ბანკებს დაავალა წარმოედგინათ გეგმა თუ როგორ უნდა შეუმსუბუქონ ფიზიკურ პირებს დოლარში აღებული სესხის მომსახურება. მაგრამ მხოლოდ ორმა ბანკმა გააკეთა განცხადება, ძირითადად სქემა, რომელიც შესთავაზეს მომხმარებელს, არის სესხის ვადის ზრდა პროცენტის განაკვეთის შენარჩუნების ხარჯზე. როდესაც ადამიანი იღებს სესხს ერთი პირობით და მერე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეცვლება განაკვეთი და იძულებულია გადაიხადოს მეტი. ეს რამდენად არის მომხმარებლის უფლებების დარღვევა? ზოგადად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეროვნული ბანკის მიერ თხოვნა იყო კომერციული ბანკებისადმი, რომ მათ შეემუშავებინათ გარკვეული პირობები, რითაც შეუმსუბუქებდნენ მომხმარებელს მდგომარეობას, რომ მათ შეძლებოდა ყოველთვიური გადასახდელის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ თხოვნა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორმა ბანკმა განაცხადა ამის შესახებ, ასევე სხვა ბანკებიც ბუნებრივია რესტრუქტურიზაციებს ახორციელებენ და ჩვენ გვაქვს უამრავი მაგალითი ამისა. პირობები კონკრეტულად როგორ ხდება რესტრუქტურიზაცია, ეს იქნება ვადის გაგრძელება თუ გარკვეული საშეღავათო პირობების მიცემა, დგინდება ინდივიდუალურად მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასე ვთქვათ, უნივერსალური ფორმულა იმისთვის, რომ მომხმარებელი დაცული იყოს ვალუტის ცვლილებისაგან სესხის გადახდის დროს, არის ის, რომ კონდეს სესხი იმ ვალუტაში, რომელშიც აქვს შემოსავალი. და ბოლოს ბატონო ლაშა, რაც შეეხება პრეტენზიებს, სტატისტიკის მიხედვით ყველაზე მეტი პრეტენზია მოდის მიმდინარე ანგარიშებზე, საკრედიტო ბარათებზე და სამომხმარებლო სესხებზე, რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათს, ყველაზე მეტი მოდის ტრანზაქციებზე, ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, ადმინისტრაციასა და მომსახურებაზე, საპროცენტო საურავებზე ასევე. რა ტიპის პრეტენზიები იკვეთება ამ შემთხვევაში და რა ვადებში ხდება მათი გადაწყვეტა? ზოგადად პრეტენზიები დაკავშირებულია ყველაზე ხშირად გამოყენებად და პოპულარულ პროდუქტებთან, რაც ბუნებრივია, ეს არის საკრედიტო ბარათები, მიმდინარე ანგარიშები. შინაარსობრივად პრეტენზიები საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ გვაქვს, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება მომხმარებლების დარიცხული ჯარიმებისა და საკომისიოების გამო, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება, ამის დარიცხვა ხდება ხელშეკრულების საფუძველზე ბუნებრივია. არის ასევე პრეტენზიები მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით და სხვადასხვა ტექნიკური თუ ადამიანური ფაქტორით გამოწვეული პრობლემების გამო. ზოგადად ვადებსაც შეეხება ამას თითოეული კომერციული ბანკი ადგენს ინდივიდუალურად, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე შედარებით მარტივად გადასაწყვეტი საკითხები ხდება ხოლმე რამდენიმე დღის განმავლობაში, შედარებით უფრო კომპლექსური დაახლოებით 2 კვირის ვადაში. ძალიან დიდი მადლობა. ლაშა გზირიშვილი, ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი იყო, ეკონომისტური სტუმარი. გამოშვებას კი მსოფლიო ეკონომიკის